საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ერთი საინტერესო მოვლენა მოხდა, ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა, რომელზეც რატომღაც ჯერჯერობით გაყურსულები არიან, მაგრამ ამ გაყურსულობას მალე ექნება თავისი ლოგიკური დასასრული და ეს საკითხი ეხება აფხაზეთთან დაკავშირებულ საზღვრის გახსნას და ამ თემაზე მინდა დღეს გესაუბროთ, მაგრამ მანამდე არ შემიძლია არ მოუბრუნდე ამ ქოცურ ნაძირულურ ვირთხულ პროპაგანდას, რომელიც ცდილობს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც წინააღმდეგები ვართ ამ არაბიზაციის და ქართული მიწის გაყიდვის და ამ ღალატის წინააღმდეგები ვინც ვართ, ყველა წარმოგვაჩინონ ერთი ადამიანის ირგვლივ, ამ ადამიანს ესა რა ქვია, ესროლონ ტალახი, ასე ისე, ჰაი-ჰუი ატყდეს და მე დაგვიწყო რომ ამის გვერდით იდეკით და ასე შემდეგ. კიდე ერთხელ მინდა უთხრა ქოცებს, აი გამოვიდა ეს სირიკო, ეს დიმიტრი სამხარაძე, ეს ჩამოყალიბებული პიტალო ქუთაისელი, არ ვიცოდე მაინც ვინაა და რა. გახარიას რო ხელი დაარტყა და ალბათ აიმაღლა რეინჯი, ასე რომ ვთქვათ, იმის ოჩოპინტრეს თვალში და ქვეყნის ესე იგი ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგე ყოფილა ეს ხალხი თურმე რეალურად გვინდა თურმე ჩვენ უკან დახევა ქვეყნის დასუსტება გვინდა თურმე ფულს არ ვარგებთ აქეთ ჰაი-ჰუი მთელი ამბები, მაგრამ იქ მოსყიდული ხალხი არ იყო, იქო ხალხიო ვინ იყო, იცითო, მოტყუებული ხალხი იყო, ანუ ჩვენ ვართ დებილები, ჩამოყალიბებული დებილები, რომელი დებილებიც ვერ ვარკვევთ იმას, რომ თუ არაბი ჩამოვადა საქართველოში იყიდის სახლს და დასახლება და ერქმება მისი კერძო საკუთრება და ნაყიდი იქნება ეს ტერიტორია, თავისთავად მიიღებს ამ ყველაფერთან კანონის შესაბამისად ბინადრობის უფლებას და ესენი გვეუბნებიან, რომ თქვენ დებილები ხართ ხალხო. ესენი კი ყიდულობენ სახლს, კარს და ბინადრობის უფლებასაც კი ყიდულობენ, მაგრამ მიწას კი არ ყიდულობენ და ბინადრობის უფლებას კი არ იღებენ. ნუ არ ვიცი, მე საერთოდ ქოცების ავადმყოფურ ფანტაზიებს საერთოდ საზღვარი არა აქვს. ახლა დიტოია სამხარაძის დონეზე რო იქნება ახლა დასული, ახლა ამათი პოლიტიკური პროპაგანდა და ერთი გამოსწირებული ვიღაცა, ერთი პიტალო ხალხი, სხვათა შორის ჯანყარაშვილი ჩაურთიათ იმაში, რა ქვია, პროპაგანდონობაში ქოცებს. ირაკლია ჯანყარაშვილი და ჩემი ვიდეო ამოუჭრია დაუდევს კიდე აქედან მინდა გითხრა. ან მოგასვენებს გამჩენი, ან მე მოგასვენებ მერე. ისე რაფერაც იმ თურქმა მოისვენა სხვათა შორის, ვინც ქართველებზე რაღაცას წერდა და ამბობდა, როგორც მოისვენა და რანაირადაც მოისვენა, ეს თვითონ იცოდეს და ესე და რჩევა მექნება შენთვის პირადად. არა ხარ შენ ის ადამიანი, მე ლიფსიტებს არ დავსდევარ. ხო, და შენი ნავაშკაცარი ბევრი მახსოვს და ბევრი მტკიცებულებები მაქვს. ვინ იყავი, რა იყავი, რა წარმოადგენ. ხო, და იჯექი ახლა მაქან და შეირგე და სუსნე ის, რასაც სუსნავ და გაჭმევენ ქოცობა, ვიდრე აქ მოხვიდე და მე დამიწყო და ჩემ ძმაზე და ვინმეზე რამე თქვა, 20 ლარის პუტანგაშე, 20 ლარიანო პუტანგაშე. არ ვიცოდე მაინც შენი პოლიტიკური ბიოგრაფია და ანატომია. ასე რომ მირჩევ ცუდათაა ქოცებო თქვენი საქმე. ჯანყარაშვილი რო გაგიხდებათ, რა ქვია, და ეს მეტი ტოპტვინები რო არ აყავთ, ახლა თქვენ რო საერთოდ ვიღაცები პროპაგანდონობაში ჩართოთ, ნუ აშკარად ცუდათაა თქვენი საქმე, იმიტომ რომ არ ვიცი, თქვენი ინტელექტისთვის და თქვენი იმისთვის შეიძლება ეს ნორმალური არის, მაგრამ ისეთი ნორმალური ადამიანებისთვის, რომელი ნორმალური ადამიანებიც ლოგიკურად აღიქვამენ მოვლენებს, მარტივად გასაგები არის, რომ თქვენ უკვე ის ძალა ხართ, რომლის გამოხმის ამოღება ნორმალურ ადამიანს, ვისაც თავში ტვენი აქვს და ვისაც სინდის ნამუსი ოდნავ მაინც აწუხებს, არ უღირს. მიუხედავად იმ დუმილის ეგრეთ წოდებული ჯიბეში ჩასმული ინტელიგენციის და ესე შემდეგ, რომლებიც ყველა არიან ახლა შემძრვალი ლაკორიაში, თქვენ აი ესეთი პატარა სუსლიკები თუ გაგამართლებენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და საერთოდ ქოცები ცდილობენ ახლა, რომ ეს ყველაფერი ადგენენ, ესე ლამაზად შეფუთონ, ადგენენ, ატეხონ ერთი წივილი კივილი, ერთი პიროვნების მიმართ და რა და სამალე კაცოცა ქვეყანა ატრიალებს ამას, რომ მორგოშიას ვიღაცასთან ერთად უნდოდა სასტუმროს აშენება და არაბი ტურისტების ჩამოყვანა. ღმერთმა დამიფაროს, როდესმე მორგოშიას გამთეთრებელი გამოვიდე მე.
კარგად იციან რა ურთიერთობა მე და მაგეს, მაგრამ ბიჭო, სასტუმროს აშენებას და სასტუმროში ტურისტის მიღებას და ჩამოსახლებას არაბისას ერთმანეთთან ვერ ანსხვავებთ თქო შობელძაღლებო? თუ ხალხი მართლა კიდე ესე დებილი გგონიათ, რომ ეს ელემენტარულ ეს რაღაცებს ვერ გაანსხვავებს ახლა და ვერ მიხვდება. ნუ ახლა თქვენ ამას ყველაფერს ამზადებთ იმისთვის, რომ აქ რაღაცეები მოხდეს და ყველა იქნას გაიგივებული მორგოშიასთან, რომელსაც სხვათა შორის დღეს კიდე და მე მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან გთხოვთ, მე ნუ მიგდებთ, მე არა ვარ ამ ადამიანის, არც მეგობარი ვარ, არც თანაპარტიელი ვარ, არც თბილი-ტკბილი რაღაცები მაკავშირებს ამ ადამიანთან და თუ ვინმეს გააქვთ რაიმე შეკითხვები ამ ადამიანმა, რატო აქო და რატო ადიდა დინარაძე, რატო ადიდა კობახიძე თავის დროზე, მანამდე კიდე რა ვიცი, ისა რა ქვია გარიბაშვილი და ასე შემდეგ, შეგიძლიათ თავად დაუსვათ ეს კითხვები, შეგიძლიათ მის თანაპარტიელებს დაუსვათ ეს კითხვები და მე აქ არაფერს შუაში არ ვარ, მე ნუ მიგზავნით ამ ყველაფერზე, მე ნუ მეკითხებით. არა ის ჩემი არც მე არც პარტიაში ვარ და არც გაერთიანებაში არა ჩვენთან, ამიტომ მისამართი ადრესატი სწორად მიმართეთ და გაგცემენ პასუხებს, მე არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს მე ქოცების და მურგოშიას ერთმანეთის პინგ-პონგში ნუ ჩამრთავთ. მე უბრალოდ ამ ყველაფერს ვამბობ იქედან გამომდინარე, რომ არ მინდა რომ ხალხი იქნას გაიგივებული, ამათ ესეთი ტექნოლოგია აქვს, რომ იქნას გაიგივებული ყველა ამ რაღაცა მოძრაო, ისა რა ქვია, პარტიასთან და თურმე ვინც ვიყავით გამოსული, ყველა აი ვართ კოლექტიური მორგოშიები, რომლებიც არაბებთან ერთად ბიზნესს აკეთებდნენ და აგერ ამ დინარაძეს და ამას აკებდნენ და ადიდებდნენ. ეს არის კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული პარტია და ყველა კითხვები დაუსვით იქეთ და ვისაც ერთ რაღაცას გეტყვით ისე რა, მორგოშიასთან მე როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს, მორგოშიას ქართველი ერის გენოციდში არ აქვს მონაწილეობა მიღებული. ხო, ამიტომ ნებისმიერთან ერთად მე პირადად ვიბრძოლებ თუ იმას მართლა უნდა ქართული მიწის გადარჩენა და თუ იმას მართლა უნდა სამშობლოს დახსნა. აიგეთ? და ყველა ნორმალური ქართველი ამის ირგვლივ გაერთიანდება, ვისთვისაც ძვირფასია. ის არ გაერთიანდება ვინმე გენოციდში, ქართველების გენოციდში და სამშობლოს დაცემს ხო ეძახით უსამშობლოებიო, ქოცები, ხო ეძახით უსამშობლოებიო. თქვენ რომელი სამშობლო გაქვთ? თქვენ რომელი სამშობლო ხართ? ქართული მიწის გამყიდველები და არაბების ჩამომსახლებელი ხალხს, რომელსაც გაქვთ სამშობლო? რა განსხვავებაა თქვენში? ხო და აბსოლუტურად ყველასთან ერთად ვიბრძოლებთ. ჩვენ ვისაც ქართველი ერის გენოციდში არ მიუძღვის ისა რა ქვია, წვლილი. და ეს დანარჩენი პინგ-პონგი არ ყვიეთ ერთმანეთში რა. მე ისინი ამოგიგორებენ რაღაცას, ესენი ამოგიგორებენ. ამაში სხვა ადამიანი, რომელიც წინააღმდეგია ქართული მიწის გაყიდვის, არაფერ შუაშია და ქოცებო, ეს თქვენი ბოზური ტექნოლოგია ნაცებიდან გადმოღებული, დედათქვენებისთვის შეინახეთ, გაიგეთ? დედათქვენებისთვის და თქვენი ცოლებისთვის შეინახეთ და ისინი გააიგივეთ ნაცებთან და ქოცებთან და ასე შემდეგ. ხალხს ვისაც საკუთარი სამშობლო უყვარს, ხო? და ეწინააღმდეგება ქართული მიწის გაყიდვას, თქვენი ვინმესთან შესაძლებელი ნამდვილად არაფერი არ აქვს. პატრიოტ ადამიანებს და აი იმ ნაგავ ხალხს, რომლებიც გამოდიხართ და ყველას ჩამოგხდით ქართული მიწის მადლი ნიღავს, ყველა იქნებით, ახლა ნელ-ნელა მე მინდა ერთი ვთხოვო ჩემს აუდიტორიასაც და რომ ყველა გამправებლის, ცნობადი სახის გამправებლის გაправებული ვიდეოები ჩამიყარეთ, მინდა რომ საერთო ჯამში ანალიზი გავაკეთოთ და კოლაჟი ავაწყოთ. ვიცოდეთ, კაცო, ვიცოდეთ ერთად დაუყაროთ ამ ხალხს თავი და ერთ ლამაზ ბლოგში გავაკეთოთ ამ ყველაფერზე პასუხი თუ როგორ და რანაირად ხდება. ახლა მე მინდა სულ სხვა რაღაცაზე დავიწყე ლაივი, მაგრამ თავისთავად ახლა ეს შესავალი რო არ გამიკეთებია არ შემეძლო. ახლა ქოცების და იმედის სინდისზე და ნამუსზე და ამათზე და ამათ მოფიქრებულ ავადმყოფურ დამოკიდებულებაზე მე ნამდვილად არ მაქვს საუბარი. უბრალოდ პრევენციული ხასიათისაა და ჭირდება ეს ყველაფერი. ახლა მინდა სულ სხვა თემაზე გესაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით დღეს პირველ წყაროთ მინდა დავასახელო, როგორც ასე იყო, ეგრეთ წოდებული ეხო კავკაზა. ეხო კავკაზამ გაავრცელა ვრცელი სტატია, რომელიც სტატიაც ეხებოდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, ანუ ენგურის ხიდზე
შენებარე ტერმინალს, საბაჟო ტერმინალს, რომელიც საბაჟო ტერმინალიც უკვე რამოდენიმე წელია შენდება და ამაზე თვითონ აფხაზეთშიც არის ერთი ამბავი ატეხილი. ხელს უწყობს კი არა, ერთად ჩაულობენ ფულს თუ ძმა ხარ, ხელს მარტო უწყობს კი არა, ბიტკოინების ზაუდები და ეგენი ერთად აქვს დაწყობილი, კაცო. კორუფცია, იმნაირი რაღაცაა, კორუფციამ არ იცის საზღვრები. ხო და დასრულდა ეს პროექტი თითქმის დასრულებულია, 80% დასრულებულია და შეუძლიაო, რომ უკვე ეს ტერმინალიო მოემსახუროსო ტვირთებსო, რომელი ტვირთებიცო იქნებაო, ესო რა ქვიაო, აფხაზეთის გავლითო გატარებულიო. აი ქართულმა მერე საინფორმაციოებმაც გაავრცელეს ეს ყველაფერი ასტამურ ახლსალბა და წავიკითხე მე ეს ინტერვიუ და რაშია ეხლა საქმე. ხალხო, მე ადრე საუბრობდი ერთი წლის წინ დაახლოებით, შეიძლება 2 წლის წინაც საუბრობდი, როდესაც უკრაინაში ეს გეოპოლიტიკური ცვლილებები დაიწყო და ომი დაიწყო და რუსეთი მოიქცა სანქცირებულთა სიაში და მოხდა რუსეთთან ასე რომ ვთქვათ სატრანსპორტო მარშრუტების გადაკეთვა, ჩაკეთვა და მსგავსი რაღაცები. მაშინ მქონდა მე ვრცელი ბლოგი აფხაზეთის მიმართულებაზე, ცხინვალის მიმართულებაზე, ჩრდილოეთის სამხრეთის, ასე რომ ვთქვათ, საქართველოს სასიცოცხლო კვანძი არის და ჩრდილოეთის სამხრეთის მიმართულებაზე ამ პორტალების გახსნის, რომელიც ამდენი ხანი არის ჩაკეტილი. მე ამ თემაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებ ღრმად მომავალში, უბრალოდ ვისაც ახსოვს ეს ყველაფერი, მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. თუ ვინმეს აინტერესებდა ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პირადად, ჩემი კონკრეტული დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვიყავი ამ საკითხის მომხრე შემდეგი პირობებით, რომ რკინიგზის გახსნის და კომუნიკაციების გახსნის პარალელურად აფხაზეთში და სამაჩაბლოშიც უნდა ყოფილიყო უსაფრთხო და ღირსეულად დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იქნა იქედან გამოდევნილი. სხვაზე არ იყო ეს თუ კი ეს ჰუმანიტარული არხი არის და ეკონომიკური არხი არის, კი ბატონო, დააბრუნეთ აფხაზეთში და დააბრუნეთ სამაჩაბლოში საქართველოს მოქალაქეები ღირსეულად, უსაფრთხოდ, გარანტიებით და პარალელურად დაიწყოს ეს ყველაფერი პროცესი და ეს კი ბატონო რკინიგზა და დანარჩენი შემდეგ იყოს, იმიტომ შეუძლებელია რაღაც ეკონომიკურ თემებთან დაკავშირებით მოხდეს საუბარი და ეს უდიდესი ერის ტკივილი, როდესაც ამდენი ქართველი არის გამოყრილი იქედან და საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება, ვიღაცის ეკონომიკური ინტერესების გამო იქნას, ასე რომ ვთქვათ, მოქონილი. რა შეეხება იმ პოლიტიკურ სტატუსებს და ამას და ამას, ეგ სხვა რაღაცის ისა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ხელმოწერილი არის ეს დოკუმენტი, თუ არ ვცდები, ეს იყო 2000 თუ 2002 წელი იყო. 2000 თუ 2002 წელი იყო შევარდნაძეს და პუტინის შეხვედრა სოჩში, ხელშეკრულების გაფორმება, რომელ გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც რკინიგზის საკითხზე იყო, ესე რომ ვთქვათ, გაცხადებული, რომ რკინიგზის აღდგენა აფხაზეთში მოხდებოდა დევნილთა სინქრონული დაბრუნების პარალელურად. ანუ ჯერ გალის რაიონში, მერე ოჩამჩირის რაიონში, მერე სოხუმში და პარალელურად რკინიგზის აღდგენა მოხდებოდა. შემდეგ რა პროცესები მოხდა, ეს ცალკე საკითხია. თუმცა ეს ხელშეკრულება არავის გაუქმებია და იქ დევს. ეს გაუქმებული არის ეს ხელშეკრულება დევს. და მქონდა ახსნილი თუ რატომაც ეს საჭირო არის, იმიტომ რომ ადამიანების დაბრუნება და ამ პროცესის გახსნა გამოიწვევს ადამიანებს შორის ურთიერთობის აღდგენას, ეკონომიკურ ინტეგრაციას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა საინტერესო რა არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით? საინტერესო ის არის, რომ მე დეტალურად წავიკითხე ასტამურას ესა რა ქვია ინტერვიუ, რომელიც მიცემული იქნა ეხო კავკაზასთან. სხვათა შორის აფხაზებიც უმალავდნენ თავი აფხაზურ საზოგადოებას იმას, რომ
საქართველოსთან საზღვრის გახსნის და ეკონომიკური ურთიერთობების, ესე რომ ვთქვათ, პროცესი დაწყებული ჰქონდათ, მაგრამ ამბობენ ამას ფუთავდნენ ისე რომ ის იყო კომერციული პროექტი, კომერციული შეთანხმებებით, მაგრამ აქ მთავარი საინტერესო რა არის? მთავარი საინტერესო რა არის? საუბარია იმაზე, რომ აი ამ დერეფანში უნდა იაროს ირანის, სხვათა შორის აზერბაიჯანის, სომხეთის, ინდოეთის, რუსეთის ტვირთებმა, ასევე აფხაზურმა ტვირთებმა, მაგრამ ამ დერეფანში იკრძალება საქართველოს მოქალაქეებს, არათუ დაბრუნებაზეა ხალხო აქ საუბარი, დევნილთა დაბრუნებაზე და ესე შემდეგ. აქ საუბარი არის სულ სხვა რაღაცაზე. საუბარი არის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამ დერეფნით სარგებლობის უფლებაც კი არ ეკნებათ, მანამდე სამ ქართული მხარე არ მოაწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზებთან, სეპარატისტულ მთავრობასთან. აი ამ პირობებით შეიძლება გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა და ფაქტია, რომ როდესაც ის შენდებოდა ის ტერმინალი იქ, ვიღაცას ჰქონდა იმის გარანტიები, რომ ეს ტერმინალი როდესაც დასრულდებოდა, ტყუილა დებილი არავინ არ არის, ამ ხელაფურს არავინ არ ჩაყრიდა იქ საზღვარზე, რომ ეს არ მომხდარიყო. ვინ რატო აშენებდნენ? თუ ამის გარანტია არ ექნებოდა. რა თქმა უნდა, ჰქონდათ გარანტიები აღებული და ფაქტია ის, რომ ქოცური ხელისუფლება ახორციელებს ქართული საზოგადოების ზურგს უკან, არ ვიცი რა ფორმატში ხდება ამ ყველაფრის მოლაპარაკება, ძალიან ძნელია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ აბაშიძე კარასინის პროექტზე იყო საუბარი, ახლა ისთვისაც იყო შექმნილი, კი ბატონო, იმან თავისი მოვალეობა შეასრულა, პოლიტიკური დიალოგი რუსებთან არ არსებობს. არსებობს რაღაცა ჟენევის ფორმატი, რომელშიც კონტროლდება ქართული მხარე, კონტროლდება იქაური მხარეც. ზიან აქეთ რუსი, აფხაზი და ოსი, აქეთ ზის ქართველი, ამერიკელი, ევროკავშირელი და რუსი და ევროკავშირელი ერთმანეთში ყომარდება და დანარჩენი ასე ხდება. ფაქტია, რომ რაღაცა მხრიდან, რომელიღაცა ფორმატის მხრიდან ეს საუბრები მიდის. ეს იყო ლოგიკური, ეს გასაგები არის, მაგრამ საქმე რაშია იცი, როდესაც ქოცური ხელისუფლებისნაირი ხელისუფლება გყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართველი ერის და საქართველოს ინტერესების ზიანის ხარჯზე. ნამდვილად არ უნდა გქონდეს კარგის მოლოდინი. და მე არ მაქვს კარგის მოლოდინი, ამიტომ საუბრობ ამას. თავიდანვე, აი სულ თავიდან, ახლა ბევრ შეიძლება გაუკვირდეს, გაეცინოს, მაგრამ უნდა შეისწავლო გეოპოლიტიკური საკითხები და უნდა იცოდე რას რა მნიშვნელობა აქვს. ეს რა ქვია, აფხაზეთის კონფლიქტი ეს ძალიან დიდ ინტერესებში იყო, როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის. და განსაკუთრებით ბრიტანელების ინტერესში იყო, იმიტომ რომ აფხაზეთის რკინიგზა ეს არის რკინიგზა, რომლითაც რუსეთი უკავშირდება ირანს. სომხეთს და ირანს. ამიტომ ტრადიციული მტრები, ტრადიციული მოთამაშეები ყოველთვის იმას ცდილობდნენ, რომ აი საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან თავიანთი თევზი დაეჭირათ, ამიტომ ბრიტანეთი იყო დაინტერესებული მხარე ამ კონფლიქტის აი ესე დასრულებით, ესეთი შენარჩუნებით, დასავლეთი არის განსაკუთრებით დაინტერესებული აფხაზეთის აი ეს გაყინვის მდგომარეობით და აი ამ მდგომარეობაში ყოფნით, იმიტომ რომ ყოველთვის აქვს სათქმელი, რომ აი თქვენ ის უნდა ელაპარაკოთ, ვინც ტერიტორიები წაგართვათ და ვინც არ გიბრუნებთ და ესე შემდეგ და ეხლა როგორც აი ეს რუსოფობიის მე ეს ყველაფერი მამოძრავებელი და ესე შემდეგ. ახლა როდესაც ქოცური ხელისუფლება დასავლეთთან წაჭყუბებული არის თავისი ინტერესების გამო და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, რუსული მხრიდან, რომელსაც საცოცხლოდ მნიშვნელოვნად აქვს ჩრდილოეთის სამხრეთის კორიდორები გამხდარი, რა თქმა უნდა, იქეთა მხრიდან დაისვა ეს საკითხი, რომ აფხაზეთის რკინიგზა და არა მარტო რკინიგზა, ასევე იქნას ტრანზიტი გახსნილი. ტრანზიტი იქნას გახსნილი არა მარტო აფხაზეთიდან, ტრანზიტი იქნას გახსნილი ასევე სამაჩაბლოს მიმართულებაზეც და ასე შემდეგ. იმასაც გეტყვით, რომ ჩემი წყაროებით და იმით, ვინც ამ საქმეში გარკვეული ხალხი არის, იმასაც გეტყვით, რომ მოსკოვში განიხილებოდა, ეხლა ამ წუთში არ ამგონია ეს განიხილებოდეს, მაგრამ მოსკოვში განიხილებოდა საქართველოში კონფედერაციის
შექმნის იდეა, სადაც აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დანარჩენი საქართველო შექმნიდნენ კონფედერაციულ სახელმწიფოს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არარეალობა იყო ეს ჩვენი მხრიდანაც და არარეალობა იყო იქეთა მხრიდანაც. სხვათა შორის მინდა გითხრათ, აფხაზები თანახმა იყვნენ. თანახმა იყვნენ, ახლა ისე კი არა ღიად, მაგრამ თანახმა იყვნენ რაზე? ისინი თვლიდნენ, რომ განსაკუთრებით თურქული ლობი აფხაზეთში, ისინი თვლიდნენ, რომ საქართველოსთან თანასწორი სახელმწიფოს კონფედერაციის შექმნა უზრუნველყოფდა აფხაზეთის თურქეთთან ლეგალურ დაახლოებას და თავისი ინტერესების გატარებას. მე გეუბნებით, რომ ეს ძალიან სერიოზული ლობი, თურქული ლობი აფხაზეთში, რომელიც არის, ეს იყო დაინტერესებული ამ საკითხით. თუმცა ამ საკითხით დაინტერესებული არ იყო რუსეთი. მოკლედ, ეს საკითხები აქეთ იყოს, იქეთ იყოს, ამაზე მერე ვისაუბრებთ რა, ვისაც ისე კი ვიძახი, სულ მერე ვისაუბრებთო და რამდენი თემები გადამედო უკვე აღარ ვიცი, იმიტომ რომ განსაკუთრებით მინდოდა აზერბაიჯანის საქართველოს საკითხებთან საუბარი. ვეცდები რომ აუცილებლად მოახერხოთ ეს ყველაფერი, თუ რატო დაიძაბა ბოლო დროს აზერბაიჯანს და საქართველოს შორის ურთიერთობები, მაგრამ გადამედო ისე დინამიურად ვითარდება პროცესები, ეს არის. ხო და აი რაში არის ახლა საქმე? საქმე არის იმაში, რომ კოცებს, რომლებსაც თავისი დამპალი აყროლებული პოლიტიკური ცხოვრებისთვის სასიცოცხლოდ ჭირდებათ ქართულ საზოგადოებასთან რაღაცა ხელმოსაკიდი რაღაცა, აი ესეთ ხელმოსაკიდ რაღაცას თავისთავად ხედავდნენ, რომ აი ტერიტორიული მთლიანობისკენ რაღაც ნაბიჯი გადაიდგმება. მაგრამ არ ხდება ეს და ვერ მოხდება ეს ასე მარტივად ვერ მოხდება, მით უმეტეს, როდესაც ოფიციალური დიალოგი არ მიდის და მხოლოდ და მხოლოდ არაოფიციალური დიალოგით ხდება ეს ყველაფერი, ასე მარტივად ეს კონფლიქტები არ ხდება, არ მოხერხდება, მაგრამ ახლა მე გეტყვით თქვენ კოცების ყოველთვის ხო ჩვევია აი კოცების ლოგიკის წინასწარ, აი კოცური ლოგიკა როგორ აიხსნება ძალიან მარტივად. მე არ გამორიცხავ ამ ტერმინალმა მუშაობა დაიწყოს და იმიტომ ვამბობ. არ გამორიცხავ და გეტყვით რატო. ეხლა ოღონდ დაიწყებს როგორ? არც დევნილები დაბრუნდება აფხაზეთში, არც ქართველებს მიეცემათ ამ ყველაფრით სარგებლობის უფლება, არც არანაირ წინსვლას არ მოიტანს ქართული საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ დერებანი ამუშავდება რუსეთის, სხვა ქვეყნების ინტერესებში. და როგორ მოხდება ეს ყველაფერი და კოცები რას იტყვიან? დაუკვირდით, თუ ეს ასე მოხდა, თუ ეს გარანტირებულად ეგრე არ იყოს. 2011 წელს ნაცებმა დადეს რუსეთის ფედერაციასთან ხელშეკრულება, რომელ ხელშეკრულებაშიც შავით თეთრზე წერია. საქართველმა მხარემ რომ მისცეს ხმა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, იმ მოტივით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს არის უკონტროლო დერეფნები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ საბაჟო ტარიფები და საბაჟო პუნქტები იქნას გამჭვირვალე, ამიტომ ნაცური ხელისუფლება თავიდან ითხოვდა იმას, რომ როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე ქართველი მებაჟეები დამდგარიყვნენ, რომელიც მოახდენდა ამ ყველაფრის აღრიცხვას. რომ ამით დაეფიქსირებიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე უაზრობა იყო ეს ყველაფერი, უაზრობაზე იყო საუბარი, ამას არავინ არ გააკეთებდა, მით უმეტეს 2029 წელს, ესა 2009 წელს უკაცრავად, ამას არავინ არ იზამდა. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ აქ უკვე გეოპოლიტიკური ცვლილებები მომხდარი იყო, აფხაზეთი აღიარებული იყო, ესე შემდეგ და ესე შემდეგ. აი ისევე სამაჩაბლოს მიმართულებაც. და აქედან გამომდინარე, დასავლეთის ზეწოლით, ზუსტად დასავლეთის ზეწოლით, რომელსაც უამრავი მილიარდების ბრუნვა ჰქონდა საქართველოსთან ომის შემდეგ, ეხუტებოდა რუსეთი და დასავლეთი დიდი სიყვარულით იყვნენ ერთმანეთთან ჩახუტებული, ახლა რო გვეუბნებიან სანქციები დაუწესეთ, ომეთ და რაღაცაო, მაშინ პირიქით ჩვენ გვამტყუნებდნენ ყველაფერში. იქნა მოთხოვნილი, რომ იქნას დაშვებული ეგრეთ წოდებული მოლდავური მოდელი, რომელიც ითვალისწინებდა დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის მონიტორინგის, ესე რომ ვთქვათ, წარმომადგენლების დაყენებას. თუმცა
რუსეთმა ევროკავშირზე უარი თქვა და მოაწერა შემოთავაზა შემდეგი ვარიანტი. შემდეგი ვარიანტი ითვალისწინებდა შემდეგ რამეს. შვეიცარია, რომელიც არის ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც რუსეთს და საქართველოს შორის ასრულებს საელჩოების, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთქმედებას და თავსებადობას, შვეიცარიული კომპანიის მიერ უნდა ყოფილიყო დაყენებული მებაჟეები და საბაჟო მონიტორინგის ჯგუფები, ოღონდ არა მხოლოდ ფსოუს და როკის გვირაბის გადაღმა. უნდა ყოფილიყო მეორე მხარესაც ეს ყველაფერი დაყენებული და ეს მეორე მხარე იყო, შემოკარგებო, ენგურის ხიდი და ეს მეორე მხარე იყო ერგნეთის ბაზრობის მიმართულება. ყოფილი ერგნეთის ბაზრობის მიმართულება. ამ შემთხვევაში თუ რაიმე ტვირთი შევიდოთ აფხაზეთში, ან სამაჩაბლოს ცხინვალის რეგიონში, ამ შემთხვევაში უნდა გაევლოთ ეს საერთაშორისო მონიტორინგის, ასე რომ ვთქვათ, საბაჟო, რომელზეც იდგებოდნენ შვეიცარიული ფირმის წარმომადგენლები და ნებისმიერ ტვირთზე იქნებოდა მიკრული GPS ჩიპები, რომ ტვირთის გამტარიანობა ამ ვინ კომპანიები, რომლებიც, ასე რომ ვთქვათ, ტვირთს აგზავნიდნენ და ამ ბუფერულ ზონებში გადიოდნენ, კონფლიქტურ ზონებში, რომ მისი იდენტიფიკაცია და დანახვა მომხდარიყო შესაძლებელი, უნდა ყოფილიყო მიკრული GPS, ესა რა ქვია, სასიგნალო ჩიპები, რომ დაენახა თვითონ ბიზნესის მხარეს, ვინც ტვირთს ამ ყველაფერზე ატარებდა, მისი ტვირთი იმპერიაში სად იმყოფებოდა. იმ მომენტისთვის ეს გაასაღეს ნაცებმა როგორც დიდ გამარჯვებად, რუსებმა კი ბატონო, გინდა აქეთ, გინდა იქეთ, თუმცა შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით და დღეს ახლა კოცი რას გეტყვით, იცით? კოცი რას გეტყვით. გამოვა კოცი და გეტყვით. ეს ნაცებმა მოაწერეს ხელშეკრულებას ხელი და ჩვენ როგორც სახელმწიფო სამართალ მემკვიდრე ეს დააგვრჩა ესე მემკვიდრეობით ნაცებიდან როგორც ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენ ვალდებულები ვართ ეს დერეფნები შვეიცარიაში მოწერილი ხელშეკრულების შედეგად ავამუშავოთ და დაიწყებს მუშაობას ეს დერეფნები ნაქართველარ საქართველოში ყველას ექნება უფლება თავისი ტვირთების გამტარიანობის, თავისი საქმიანობის, არ დაბრუნდება იქ ქართველი, არ მოხდება იქ ამ ტერიტორიაზე ქართველების საქმიანობა და ქართველის გარდა ყველა ისარგებლებს საქართველოს ისე როგორც არის მომხდარი. ამას აფხაზები ღიად ამბობენ, ის რომ ისინი არ დაუშვებენ საქართველოს მოქალაქეებს მაგამდე, ანდა არსებობს მეორე ვარიანტი, მიდით ახლა მოაწერეთ აფხაზებთან თქვენ ხელშეკრულებას ხელი, ცეცხლის განუახლებლობის შესახებ და პრაქტიკულად აღიარეთ ხარეთ და ხო თუ მაგას აწერმაში სხვა რაღაცას უნდა მოაწერო ხელი და ამ ხდის პოლიტიკა რომელი პოლიტიკაც ითვალისწინებდა რომ თურმე არ უნდა იქნას ეს მხარე ცნობილი კონფლიქტის მხარეთ მოაწერეთ ხელი და კი ბატონო თქვენს იმოქმედეთ არაა პრობლემა. აი ეს შედეგი არის მოსალოდნელი. ეხლა რადგანაც ამ ინფორმაციამ უკვე გამოჟონა, რადგანაც დაიდო, უახლოეს მომავალში არის მოსალოდნელი ეს ყველაფერი. რა ვიცი, დანარჩენს დავაკვირდეთ და თუ ვინმეს გაინტერესებთ, რომ ეს იქნება რაიმე, ესე რომ ვთქვათ, საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის რაიმე სასიკეთო ძალიან შემცდარხართ. და მე მინდა გითხრათ, რომ ამ მდგომარეობაში ნორმალურ ხელისუფლებას, რომელიც არ იქნებოდა გენიოსი, არ იქნებოდა რაღაცა სასწაული ხელისუფლება, იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი ხელისუფლება, რომელი ხელისუფლებაც მოახდენდა ნორმალურად რეაგირებას და თავისი პოზიციების გამოყენებას. ძალიან დიდი საშუალება იყო საიმისოთ, რომ თუნდაც დევნილების დაბრუნება და მსგავსი სასიკეთო რამეები ამ ყველაფრიდან მიგვეხო. მაგრამ არა ჩემოკარგებო. კოცების ხელში ერთადერთი რასაც შეიძლება ელოდოს ადამიანი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ
საკუთარი ერის, საკუთარი ხალხის ხარჯზე, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთარი შემოსავლის და რომელი აფხაზით და სამაჩაბლო ახსოვთ, ეგრე დანარჩენ საქართველოს ყიდია. მოკლედ, მეც აღარ გავაგრძელებ ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ ამას დაუბრუნდებით. ეხლა კი ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომელიც ასევე ეხება ჩვენი ქვეყნის აი ამ არაბიზაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროცესს, აი 251 ადამიანი უყურებს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი YouTube-ის არხზე დავდები ვიდეო, რომელი ვიდეოც ეძღვნება დემოგრაფიულ საკითხებს, საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ საკითხებს, იმიტომ რომ არ ვიცი თუ მაქვს ახლა სკრინი, თუ შემხვდა ეს სკრინი აუცილებლად გაჩვენებთ, მაგრამ აი შეიძლება არ იყოს იმდენი რამე მაქვს. კაცრავად. ხო, რა მნიშვნელობა აქვს, სადაც ჩვენ საქსტატი გვიმტკიცებს, რომ საქართველოში 1,900,000-ზე მეტი მოქალაქე არის და შეეხება საქართველოს დემოგრაფიას. საქართველოს ქართული დემოგრაფიას, რომელზეც ჩვენ კოცები გვიმტკიცებენ, რომ თურმე დემოგრაფია ყვავის, YouTube-ის არხზე დავდე მე ეს ვიდეო, ამიტომ ყველას თუ გაინტერესებთ ყოველგვარი ზედმეტი კითხვის გარეშე, ანუ რა დღეში არის ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, არა ისე როგორც ესეთი ზღაპარს ხატავენ, როგორც საერთოდ ტყილებში ვართ შეყვანილი, რეალური ქართული უბედურება რაც არის, შეგიძლიათ შებრძანდეთ ჩემს YouTube-ის არხზე და ნახოთ ეს ვიდეო, რაც წუთების დადებული იქნება ახლა ეს ვიდეო და თუ ვინმე ქოცი გამოხდება და დემოგრაფიაზე დაგიწყებთ ლაპარაკს, შეგიძლიათ ცხვირზე ააფაროთ ეს დემოგრაფიული მდგომარეობა, რადგან იქ არის განხილული როგორც ოფიციალური რიცხვები, რომელიც არის მოყვანილი, ასევე დადებული ისეთი მტკიცებულებები, რომელი მტკიცებულებების საპირისპიროთაც ვერავინ ვერ გაგცემთ ხმას. და გააზიარეთ და გადაუზიარეთ თქვენ მეგობრებს, იმიტომ რომ ვიცოდეთ სიმართლე თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და როგორ გვატყუებენ. საქართველო არის ფიზიკური განადგურების წინაშე. ფიზიკური განადგურების წინაშე არის. და რამდენი შემოვიდა, რამდენი გავიდა, ვის პასპორტი აქვს, ეს მანიპულაციები, რომლებიც ჩვევიათ საერთოდ. ეხლა ქოც რო რაღაცა უთხრა, უფრო მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან. კი ბატონო, ვართ 1,400,000. აი, მაგას გეუბნები, გეორგევიჩ, ზუსტად, მაგას გეუბნები, რომ ჩვენ რეალურად ქართული ეთნოსი უკვე დღესდღეობით იმ მონაცემებით, რომელი მონაცემებიც არის გამოქვეყნებული, იქ არ არის ეთნიკურობა მითითებული, სხვათა შორის რო იცოდეთ, არის მითითებული რეალური მდგომარეობა, როგორ ხდება ქართული ეთნოსის რეგრესირება და პროგნოზირებადი ყველაფერი, როგორც არის თვითონ სახელმწიფო წარმოშობები ერის მიმართ. და როგორ ხდება სხვა ეტომელების ჩასახლება, გამრავლება, ესე შემდეგ. თორე ჩვენ ამაში რომ მიეთითებიათ ეროვნება, კარგად გამოჩნდებოდა, რომ 3,900,000, რომელიც გამოწერეს ახლა ამათმა ახალი აღწერით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა და დაარქვეს, რომ ეს არის თურმე საერთაშორისო სტანდარტით აღრიცხული, არ ვიცი მე რას რიცხავენ, საქართველოს მოქალაქე ან არის ადამიანი, ან არ არის საქართველოს მოქალაქე. კი ბატონო, შეგიძლიათ ინებოთ. გოგიმ დადო მე მგონი აქ ლინკი და შეგიძლიათ ნახოთ. კარგი, შემოკარგებო. ხო, იმაზე მქონდა დაყენებული, ასე ვქვია, დაგეგმილ გამოქვეყნებაზე და გამოქვეყნდებოდა ალბათ პარალელურად. კარგი, შემოკარგებო, დანარჩენი მოუბრუნდებით ახლა ამ საკითხებს, კიდე ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც აზერბაიჯანთან ურთიერთობაში არის წარმოშობილი და ვეცდები უახლოეს მომავალში გავაკეთო ეს ბლოგი, თუ სინამდვილეში რა ხდება აზერბაიჯანთან დაკავშირებით. რა რეალობასთან აქვს საქმე და როგორ ხდება საქართველოზე ყველანაირი ძალის მიერ გავლენის ეს რა ქვია განხორციელება. აი ახლა ჩიჩილაკამ უფასოდ გაატარა საქართველოს ემაზე რა ქვია რკინიგზაზე აზერბაიჯანელების გამოგზავნილი ნავთობი სომხეთში.
ну ეს თურმე არაფერი კაცო უჯიგრეს გამოსავალი არის ჩემო გიორგი ერთობა მობრძანდით ქართველთა დიდ გაერთიანებაში მეტი რა გითხრათ და ჯერ დავდგეთ ქართველები ერთად ეროვნული მიზნების ირგვლივ და მე გამოსავალსაც ვიპოვით თუმცა ნაპოვნია დიდი ხანია ჩვენ პარტია არა ვართ და პარტიული რა ქვია პრობლემები არა გვაქვს და ერთობის გარეშე არაფერი მოგვარებულა და არც არასდროს არ მოგვარდება და ერი შევჯერდეთ ეროვნულ ინტერესებზე ეროვნულ კონსენსუსი ჩამოვაყალიბოთ და არა ვართ ისეთი რეგვენები იქ რომ რაღაცა ქვეყნის და სასიკეთოდ რაღაცა ხედვები არ გქონდეს არის იქ ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები არიან ძალიან ღრმა განათლებით ეკონომიკური განათლება იქნება სულიერი ისტორიული თუ ასე შემდეგ არის ბატონი დემურიც არის ბატონი შალვაც ბატონი დავითი სხვები და სხვები ქალბატონო გასაგებენაზე თქვი რომ გამოსავალს ერთობაში ვხედავ ერის გაერთიანებაში აი ამაში ვხედავ მეტი არაფერი გამოსავალი არა ამ ქვეყანას ერთადერთი გამოსავალია ქართველი ერთს დადგეს ერთად ეროვნული საკითხების ირგვლივ და დაანებოს პოლიტიკანობას და მსგავს რაღაცებს თავი მე ჩემო ძმაო პროპაგანდას ლუცია არ ვიცი კაცი ხართ ქალი ბრძანდებით მე პროპაგანდას არ ყვები ამათი რამე დადებული ხელშეკრულება საქართველოს სასიკეთოდ მე არ შემხვედრია საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამოიწვია საერთოდ ეს ხდება რუანათქვამით ლιακავოდა ვაინა ლιακავოდა მაცრადნაიო რუსეთ უკრაინის ომმა ამან გამოიწვია საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძალიან მარტივად უამრავი ადამიანი ჩამოვიდა რუსეთიდან იქ და ფულადი გზავნილები პარალელური იმპორტი და მსგავსი რაღაცები თუ არა თქვენ გონიათ ქოცებმა რომელი ქარხანა ფაბრიკა ააშენეს რომელი ფაბრიკა რომელი საწარმო რომელი ინოვაციური გარღვევა მოხდა საქართველოში რომ ტექნოლოგიების ხარჯზე გაზრდილიყო საიდან უნდა გაზრდილიყო ეკონომიკა ერთი მაგალ და მეორე მიგრანტების გზავნილების ნაკადის ზრდამ ამან გამოიწვია ის ზე აღმატებული ის 11 მილიარდი ლარიო გამოაგზავნესო მათმაო რა ქვიაო ემიგრანტებმაო მაგრამო ამ ფულსაშო ხო არ გადაუყრითოს რომელსაც სამშობლოს გაყიდვაში ვიღებდო მათი გაშვილი ხო ყვიროდა კარგი ჩემო კარგებო აი ეს არის ახლა ამ ქვეწარმავლებიდან რამე სიკეთეს ნუელოდებით ეს არაფერი არ იქნება გამოსავალი არის ერის ერთობაში და ეროვნულ გაერთიანებაში ახალი ვერავის ვერ შეუქმნია და ვერავინ ვერ შექმნის რაც ეს ეკონომიკური სასწაული ჯოხი დაარტყა და გადარჩეს ეგეთი რაღაცა არ ხდება მით უმეტეს როდესაც ერი არის დაგსაქსული ერი არის დაგსაქსული ერს სჭირდება ერთობა ეროვნული იდეა არის ერთობა აი ახედეთ ქართველები გინდა მაგ იყვნენ გინდა იქ ვიდეო ვნახე მასე რა ქვია სადღაც ნიუ-იორკში არის გადაღებული 40 ქართველი ქალი კაცი ერთმანეთს ურტყამს ულაწუნებს შენ ნაცი ხარ შენ კოცი ხარ უძახის 12000 კილომეტრით 12000 კილომეტრით საქართველოსდან როცა ადრე და მეც მქონია ესეთი გამოცდა რომ მყავდა ქართველები გვერდით რომ ოღონდ ქართველი მანახა და ჩამახუტა უბრალოდ იმისთვის ჩხუბისთვის როგორ მოვიცვით ესეა დაყოფილი არის 12000 კილომეტრის უკან თვარეზეც რო წავიდან იგაც ერთმანეთს შეჭამეთ თქვენ ამერით გინდათ ამ მდგომარეობაში მყოფი ერით გინდათ რაიმე წარმატების მიღწევა არ მოხდება ეს არ მომხდარა არსად და ვერც საქართველოში ვერ მოხდება ესაა გამოსავალი ჩვენით თუ გვინდა და ახლა სხვა მხრივ მოვა ვიღაცა მაშინ ჩაგვარტყამს თავში დაგვიპყრობს აბა არა დამპრობებს არ იქნება ეროვნული ინტერესები და ეროვნული მიზნები და მათრახის ცემით გააკეთეთ ის რაფერაც ბოლშევიკებმა აკეთებიან ამ ქვეყანაში სამ გააკეთებენ ის რა ვქნათ ახლა ხო ასე ყველასთვისაა საქართველოს ქართველების გარდა კარგი ჩემო კარგებო აი გამოსავალი რაში არის სხვაში არაა გამოსავალი არ ყოფილა არც ერთი ერი რომელიც ვერ გაერთიანდა არათუ კრიზისიდან ამოვიდა არამედ გადაშენდა საერთოდ ის ცნობისთვის ეხლა კი დაგემშვიდობებით მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა